მინდა მევადელი გახარება შეგახსენოთ, რომელიც ის ნების აღსრულებაზე მეტყველებს. მართლაც ვინ არის დედა უფლისა, ძმა და უფლისა? როდესაც ეკითხებიან მაცხოვარს, იგი პასუხობს. მიხო ხელი, ანუ აჩვენა მოწაფეთათვის და თქვა, ახლა დედა ჩემი და ძმანი ჩემი, რომელმან ხოს ნება მამისა ჩემისა, ზეცათასა, იგი არის ძმა და დედა ჩემი. ანუ რომელმან ხოს ნება ზეციური მამის, ის არის ქრისტეს ნათესავი, ის არის ქრისტეს ოჯახის წევრი. უმაღლესი სფერო, უმაღლესი ზეციური სფერო, ზეციური ეს ვთქვათ სამყოფელი ღვთისა, რომელიც ასევე ჩვენ შორის არის, ეს არის სასუფეველი ცათა. და ვამბობ ჩვენ, ქრისტე არის ჩვენ შორის. ამას რო ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ სასუფეველი ცათა არის ჩვენ შორის. ანუ ღმერთი არის ჩვენ შორის. ანუ ღვთის ნება არის ჩვენ შორის. და ვინ არის ის, ვინც არის ძმა და ნათესავი, ქრისტესი და დედა? ეს არის ის, ვინც ყოფს აი ამ ზეციური სფეროდან, ზეციური სავანეებიდან გამოსულ ნებას ღვთისას. ის ნება ჩვენამდე აღწევს. რითი აღწევს? აი დღეს ვეზიარებთ, ხო? ეს ზიარებას შემოაქვს ზეციური ნება ღვთისა ადამიანში. როდესაც შემოდის, განსხვავებს ადამიანს. ანუ შეეხება ბაგეთა მისთა და მის ყველა უწმინდურებას წვავს. ნავნობს ადამიანი, წვავს ეს ყველაფერ ცუდს, განიწმინდება გონება, გული, მთელი ადამიანი და გამომდინარე აქედან ნება ღვთისა ცხადდება მასში და ეს ნება ღვთისა მასში გაძლიერებული აძლევს საშუალებას იმისა, რომ ზუსტად ეს ნებავე აღასრულოს ცხოვრებაში და გაატაროს ცხოვრებაში. რაც მას გზას უხსნის სასუფეველისაკენ და წარმატებისაკენ და ბედნიერებისაკენ. აი ეს არის მთავარი პრინციპი. ანუ ჩვენ თუ გვინდა წარმატება, ჩვენ თუ გვინდა წინსვლა, ერთი რამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ. თავად დარჩენი მოგვეცემა ჩვენ, რომ იყოს ნება ღვთისა, ზეცათა მამისა. და იგი არის შემდეგ ძმაც, დას, დედას და ყველა ეს ნათესავი ქრისტეს. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ესეთი ახლობელი ვინც არის უფლისა, ღმერთისა, იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მფარველობა, განსაკუთრებული ახლობლობა აქვს. ღმერთისადმი ესეთი ადამიანი განსაკუთრებულ ძლიერ დაცვას, ძლიერ წყალობას, ძლიერ მადლის მიერ შეწევნას ღვთისაგან, ასე ვთქვათ, იღებს და მასზე ცხადდება და იგი გძნობს ამას. ასევე დღევანდელ სახარებაში შესანიშნავად არის ნათქვამი. როდესაც ეუბნებიან მაცხოვარს, რომ ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ და ძუძული, რომელსაც სოვდი. რა თქმა უნდა, ნეტარას ღვთისმშობელი და ღვთისმშობელის უცნობელობის, ქალწულობის დოგმატი, შობის შემდეგ ეს ჩვენთვის ცხადი და ცნობილი აქსიომაა და ჭეშმარიტებაა. რა თქმა უნდა, ასევე იგი იერარქიაში, ზეციური იერარქია ვახსენერა, ღვთის შემდეგ მოდის ღვთისმშობელი. ზეციურ სფეროებში მაღლიდან ვიყურებს და გვეხმარება ჩვენ. ჩამოდის და აქაც ხელს გვიწვის ჩვენ ღვთისმშობელი. რა თქმა უნდა, ეს ზეციური შეწევნა ძალიან დიდი არის ღვთისა და ღვთისმშობლისა. ნეტარ არის, რა თქმა უნდა, ის ძუძუ და ის მუცელი, რომელსაც მაცხოვარი ეხებოდა და მაცხოვარის ვთქვათ ბავშვობიდან მისი გამზრდელი იყო, მაგრამ ქრისტე პასუხობს, არამედ თავარი ნეტარი ის არისო, არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი. აქაც ზეციური მამის, ანუ ზეციური ღვთის ნების აღსრულებაზე არის ლაპარაკი. ანუ ეს არის ძმაც, დაც და ნათესავი ქრისტესი და ამავე დროს ნეტარიც არის ის ადამიანი, რომელიც ისმენს სიტყვას ღვთისას. ჩადის მასში, ისმენს, წაიკითხავს ღვთის ნებას, ანუ ხო, სახარებაში. მოისმენს სახარებას, მოისმენს ლიტურგიას, მოისმენს დარიგებას და მოისმენს და დაიჯერებს ამას. აღასრულებს ამას. აი ესეთი ადამიანი ის ძმაც არის, დაც არის, დედაც არის და ამავე დროს ნეტარიც არის. ხო, მას შეიძლება რომ ქრისტეს ოჯახის წევრი იყო და ნეტარი არ იყოს ესეთი ადამიანი, შვიდი არ იყოს, ეს ვთქვათ, ქრისტეს მრევლი, ნამდვილი მრევლი არ იყოს ნეტარი. ამიტომ აი ეს ისევე ზეციური ნების აღსრულებაზე არის ლაპარაკი და ჩვენც აი ამ ნებას უნდა მივждიოთ. ეს ნება, რომელსაც აღვასრულებთ ჩვენ ღვთის ნება ქვია ამას და სახარებაში ეს ნება განცხადებულია და ეხლა ყველა ჩაიხედოს თავის ცხოვრებაში ეს ნება როგორ იშლება, რა ხდება, ყველას ინდივიდუალურად ეხმარება ღმერთი. კი არის ღვთის ნება ზოგადად რა არამრევა სიტყვით, როდესაც მოქცევა ცხოვრებების, მაგრამ
კონკრეტულად შენ ამა თუ იმ ეტაპზე შენი ცხოვრების ეს როგორ ვითარდება, როგორ გარდაწყდება ეს შენი ცხოვრების სპექტრში, ხო პრიზმაში, როგორ იშლება ეს სპექტრი. აი ეს ჩვენ თუ უნდა გაარკვიო, ილოცო, ეზიარო, მოწყარს კითხო და ამ შემდეგ. და შემდეგ ეს სწორ მიმართულებას მოგცემს და ადამიანი გაიხსნება და ხდება უკვე ის, რაც უნდა იყოს, რისთვისაც არის მოწოდებული ღვთის მიერ. ამიტომ რომ დღეს როდესაც არის ადამიანი დეპრესიაში, განსასწრებლებში, მოშორებულია ღვთისაგან, კარგავს მიმართულებას, სწორ მიმართულებას, ვარდება სხვადასხვა ტიპის თომილებებში, სხვა ვარდება სხვადასხვა ტიპის განსასწრებლებში, ხანდახან იერარქიულად ერევა, ღვთისნება, ჯერ ღმერთს არსებს დაყვანს, ადამიანს დაყვანს, მივცემს დაყვანს, ფულს, თანამდებობას, ძალაუფლებას, მერე ფიქრობს, რომ მერე ღმერთსაც მერე ვცემ დაყვანს, არა უშავს და მერე ვეზიარები, მერე დავალაგებ ამ იერარქიას და ეს კერპთაყვანისმცემლობაში ამა თუ იმ ფორმის, ტოტემიზმში, ფეტიშიზმში და სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, სტუმრებაში. იერარქიულად არეულია, ღვთისნებას კი არსებს დაყვანს და ღვთისნებას კი იერარქია არეულია, წაღმა, უღმა წაღმა, ყველაფერი შეგრუნებული. და შესაბამისად შემდეგ ცხოვრებაც ისეთი უხდება. ჯერ უნდა დავალაგოთ ეს იერარქია, ჯერ უფალი, მერე მოდის ღვთისმშობელი, მერე მოდის სრადასი, მერე მოდის წმინდა, აი ეს წმინდანები, ანგელოზი ჩვენთან მფარველი, რომელიც ხარავს ჩვენ და აი ესეთი, ამიტომ თაყვანისმცემლა ეგების პირველ რიგში ღმერთს. არც ერთი ადამიანი არ ამოიღო თავისი შენისაკერპი, არც ყოველდღე მსგავსი. არც ერთი ადამიანი ღმერთზე მაღლა არ უნდა დააყენო, არც უნდა გაუტოლოს ეციური იერარქიის რომელიც უმაღლეს სცემს. თავარი არის უფალი მეორე და მისი ნება. აი ვინც ამას აღასრულებს, იგი ფლობს უნიკალურ, ასე ვთქვათ, უნიკალურ ინსტრუმენტს, უნიკალურ საშუალებას იმისა, რომ წინ წავიდეს. აი ამას გვეუბნება გამოდელი სახარება, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ნეტარი ვიყოთ და ვიყოთ ქრისტეს ოჯახის წევრები, აღვასრულოთ ღვთის ნება. მინდა რომ დაგვისვათ და ეს ნება, რომელსაც ვაღიარებ ჩვენ ყოველდღიურად წამს ხო ვამბობთ, თუ კი არ წერია ყოველდღიურად წამში დილის მოწვევ ჩვენ წერია წამს, რომ შენ ეს აღიარებ. ანუ შენ რომ ამბობ ამ წამს, შენ აღიარებ ღვთის ნებას, შენ აღიარებ ეთანხმები ამას, რომ აი ეს არის ღვთის ნება. ეს არის ის გამოცხადება ღვთისა, რომელიც მოგვეცა და მე ამას მივყვები, ამას ამბობ, ხო? ლოცვებს რა შემახდენ ამ დოქტრინას პატივსცემ და მისი თანხმობას აღიარებ, რომ შენ ამას ეთანხმები და შენ თანახმა ხოლმე ცხოვრებაში განახორციელ ეს ღვთის ნება. მარტო ის იქნება, რომ კარგი იქნება თუ განახორციელებ, ანუ უნდა განახორციელო. თან არა მარტო აზრით და სიტყვით, არამედ საქმითაც. აზრით, სიტყვით, საქმით. ამიტომ მინდა რომ ეს გისურვოთ და ამ შემთხვევაში ამას აღვასრულოთ, მაშინ ნათელი ისა ჩვენთან ერთად იქნება და არის კიდევაც. იმიტომ რომ ჩვენ ვეზიარებ და მოსული ვარ და იმ ნათელმა მოგვიყვანა ჩვენა, იმ ნათელმა მოგვიყვანა. ყველა ადამიანს ეს ნათელი ჩათესილი ღვთის ხატანას გამოსახულში. ჩათესილი, ხო, ყველა ღვთის ხატანას გამოსახულში. მონათულ ადამიანს უმეტეს ხო 7 ნიჭი. აღგენილი ეს ნათელი. აღგენილი ბეჭედი ღვთისა და ჩათესილი და ამ ნათელს მოყავს, იზიდავს ეს, იზიდავს. იზიდავს ეს კარები რო იღება, საროს კარები. როიდება ეს ღვთის მადლი გამოდის და სულიწმინდის მადლი. თორე ჩვენ ერთმანეთის სანახავად კი არ მოვდივართ, ან მოძღვრის სანახავად კი არ მოვდივართ, აქ მოვდივართ ღვთის სანახავად, ღვთის მადლის მისაღებად. ამიტომ აი ეს იერარქიული სწორი გააზრება უნდა გქონდეს ამისა, რომ ჩვენ მოვდივართ ღვთის სადიდებლად და არა ერთმანეთის შესახებ. ეს ბოლოს ჩვენ ერთმანეთი იმიტომ გვიყვარს, რომ ღმერთი გვიყვარს ჩვენ. ხე სხვა თემა. ამიტომ მინდა ეს ნათელი, ეს არა ცეცხლისა შექმნილი ანგელოზი ყოფილიყოს თქვენთან ახლოს. ღვთის მიერ მოცემული მფარველი ანგელოზი. ყოველთვის მას ღვთის ნებას გაეკვეთოს ყველა, ეს ღვთის ნებას განსაკუთრებული ცეცხლოვანი ძალა. ღვთის ნება განკვეთს ყველაფერ, გაკვეთავს ეს ჭრის, როგორც მახვილი ესე ცეცხლოვანი მახვილი. განკვეთს ყველაფერ უარყოფითს, რაც შემოდის ჩვენში. განკვეთავს და ყველაფერს ანადგურებს, რაც სუდია, როგორც ელვასახდენს. ცხოვრებაში აწინააღმდეგოებია ყველაფერს ეს ნათელი, საოცარი ნათელი ჭრის, რაც სუდია და ხსნის გზას და აფართოებს გზას. თორემ ჩვენით რო ვიაროთ, ჩვენი ცოდვებით და ეს განსასწრებით ეს გზა ვიწროვდება და ვეღარ გადის ადამიანი. როცა ღვთის ნება არის ადამიანში, აი ეს ღვთის ნებით იკვეთება ეს და მიეცემა მადლი და აი ეს ადამიანი დიდი ცეცხლოვანი ზარით კვეთს და აფართოებს ღმერთი მის გზას. ეს საოცარი რაღაცა დააკვირდით თქვენ. რაღაცა სიზმრისეული ჩვენება კი არ არის, ნამდვილად ცხოვრებაში ესე არის. ღვთის ნება როგორ ხსნის დააკვირდით, როცა არის წინააღმდეგობები ვიწროვდება, ვეღარ გადიხარ, ვეღარ მიდიხარ წინ. ამ დროს ეს ღვთის ნება და ზეზიარები და ზალა შემოდის ჭრის ამ ყველაფერს წვავს სულს და თავისუფლებას აძლევს ადამიანს და გადის ადამიანი ამ საოცარ რაღაც ძალას აძლევს. რაც არ უნდა უხერხულ მდგომარეობაში იყოს, მოუქთელ მდგომარეობაში ძალას აძლევს, საყდენს, ახალ საყდენს აძლევს. ეცლება
ძალა, ხო? მაგრამ აი საქმეს აძლევს და ისევ ადამიანი მყარად გება. აი ღვთისნება საოცარი ძალა. ადამიანის ცხოვრებაში სიმყარის წონასწორობის, სიმძიმის ცენტრის არ დაკარგვის უნარის მიცემის ძალა ადამიანისთვის. ეს საოცარი რაღაცა. ეს ძალიან ძლიერი რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ წონასწორობას ვყარდავთ. ზოგჯერ ადამიანი ეზიარება კიდევ ახსენებს ყველაფერს მცირე რაღაცა ნერვს მოუშლის გამოიყოს წონასწორობა და მთელი მადლი 15-20 წუთში ნახევარსაათში გაფანტული გამოცარიელებული გამოფიტულია ისევ. არა და არ უნდა იყოს ესე. მყარი უნდა იყოს. ამ სიმყარეს ზუსტად აი ეს ღვთისნება გვაძლევს. ამიტომ სულ უნდა ვიფიქროთ და იმიტომ ამბობს სასופველიც ათას ეძიებდით სიმართლესა მისცა. იმიტომ ამბობს. დარჩენი ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. საჭმელი, სასმელი, ჩასმელი და ვინც ამ ჭინჭებს და ჩასაცმელს და განსაცმელს და ჯარც მისდევს ის ადამიანი ღვთისნებასაც კარგავს და ბოლოს იმასაც კარგავს. იმიტომ რასაც მოდზე მაღლა დააყენებ, იმასაც დაკარგავს. ამიტომ თავარზე ამაზე ეუბნებას ღვთისნება რა არის, ამაზე იფიქრებ. ღვთისნება და ეს ღვთისნება მიიღევ. ამაზე ეუბნება. ეს არის ყველა ძვირფასი. ამას რომ გაიგებ შენ, უნიკალური გასაღები გააქვს. ყველა პრობლემას, ყველა კარს გააქვს შენ. თან უსაფრთხო. ისე კი რომ გააღებ და იქიდანაც გასასწრელი გამოგივარდება, არა? ისე გააღებ, რომ იქ შეხვარ და კიდევ ახალ რაღაც საუნჯეს მიიღებ. მერე კიდე კარები და ეს დაუსრულებელია. კარები დაუსრულებელია, ეს დართავდა. ეს გასაღებია საოცრად. რაც არ უნდა დამსხვრეულიყოს, ღვთისნებას კიდევ ესეთი ძალა აქვს. ხა დიდი თემაა, მაგრამ მინდა აუცილებლად ვთქვა. ამფრთიანებს რომ ღმერთი ამფრთიანებს ბოროტსული ხოვს. ღვთისნებას რა აქვს გაძალა ადამიანს დაშლს ამფრთიანებს. დაეცა რაღაცა და ღვთისნება როგორია? რაც ღვთისნებაზე დაეცემა და იმტრება, რაზედაც ღვთისნება დაეცემა, იმას დაამკვიდრებს. ღვთისნებას და ღმერთის სიტყვას ვერაფერი ვერ გატეხებს. საუკუნეები გადავა, ქვეყნიერება გადავა, ის არ გადავა. საოცარი ძალა აქვს, ასევე ვისაც ამ ღვთისნებას შეიცნობს, შეჭამს და დალევს, ხო, ზიარების სახით ღვთისნებაა ეს, ზიარა ღვთის სიტყვა, ღმერთს ჭამ და სვამ. ქრისტეს სიტყვას და სიტყვას გოსპელ ლოგოს ქრისტეს სიტყვას ჭამ და სვამ. ამას აქვს საოცარი შემდედებელი. სამარიტელის იგავი გაუცხო, ჭრილობის შემდედებელი, სულიერი ჭრილობის შემახორცებელი, გამამთლიანებელი მადლია. ამთლიანებს დამსხვრეულ ჭურჭელს ამთლიანებს. დამსხვრეულ დაშლ ადამიანს ამთლიანებს. კი არ ყოფს, ამ ეს არის. ამთლიანებს რო ამბობ. კი ბოროტი ერჯოს დაშალებს, მაგრამ ეს ამთლიანებს, სინთეზს უკეთებს. აზრით, სიტყვით, საქმით. ამიტომ არის მორწმუნე ადამიანი მთლიანი არის, სიმთლიანი, სისავსე აქვს. შეიძლება ეცემა, შეიძლება სისუსტე, შეიძლება რაღაცა ეჭვში იყო, რაღაცა იყოს, კი ბატონო, რაღაცა თროდო ჩაიდილებს, მოინერვებს, მაგრამ მაინც ძირითადად სიმთელე, სიმხარე ახასიათებს მორწმუნე ადამიანს. მთლიანობა. ხო? ამიტომ არის ეს დამსხვრეულ ადამიანს, დამსხვრეულ ცხოვრებას ამთლიანებს და აშენებს და ახალ ადამიანს ქმნის. და აძლევს საშუალებას, რომ ბოროტი და კეთილი გაარჩევს. ზოგი ბოროტი და კეთილს ვერ არჩევს. ღვთისნება თუ არის ადამიანი, ვერ გაარჩევს ბოროტს და კეთილს. ერევა მიწიერი, ზეციერში, მარჯვენა, მარცხენაში, სულიერი, უსულოში, უხეში, ნასში, ერევა. და ღვთისნება კი იძლევა, რომ ეს გაარჩიო ფრთხილად, არაურიო ერთმანეთში. როგორ შეიძლება ადამიანი ტალახი და სისუფთავი აურიოს, ხო? რაღაცა ძვირფასი ლითონი და ჯართი აურიოს ერთმანეთს. საერთოდ შეურიოს და გონია რომ რაღაც ერთი საშუალო არითმეტიკული გამოვა კარგი რაღაც ბაჯაღლოსა ძვირფასი ლითონის მსგავსი რაღაც გავა. არაფერი არ გამოვა. გამოვა ერთ ტალახიანი მასა, როგორც ყველაფერი რომ შეაერთო პლასტენი, ხო? პლასტენი შეგიერთე, ან ყველაფერი აგირებით. გამოვა ერთი არაკაიფერი რაღაცა, რომ ტალახიანი მასა. არ გამოვა, გაარჩიო მასა, გაარჩიო ხილა. ესე კი არა, ერთი ხელის მოსვით რაღაცა უხეში. ნაფრთხილად უნდა გაარჩიო ღვთისნება. და გამოიყო. ღვთისნება ძალიან ნაზი და ჰაეროვანია. ძალიან უნდა გამოარჩიო და იმას უნდა მიყვები. მერე თუ ეს ღვთისნებას დააფიქსირებ და მიყვები, აი მერე ის თავის შედეგებს უცილებლად გამოიყოს. აი ამას უნდა მიყვეთ ჩვენ. ამბობს მითალა, ნეტარარია, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა. და დაიმარხონებ, ну ისმინონ აქ იმას შედეგს შეიმეცნო, გაიგო, მიიღო. ძნელია, მაგრამ უნდა გავაკეთო. მინდა რომ დაგლოსოთ ყველანი და ეს წყარო ღვთისნების წყარო, წყალი, ღვთის წყალი ხო მოასწავს, ეს ეციური წყალი ხო? აი ეს ეციური მადლი, ცვარი, ღვთისნება რა ადამიანს გამომშრალ, გამოფიტო, დაშრეტი სულს წყლისაგან ყოველგვარი მანცან ისევ წყალწმიცენდეს და ახარებს და იყვავის და სულს მოითხოვს და წინ მიდის ადამიანი ეძლევა სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, რასაც ყველას გიცნობა. გზახსნილი ქონა და ღვთის სადგებლად და სულის საცხოვრებლად ღვთისნების შემოსევა მეცნებლად. ამინ.